გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ ჩემ YouTube არხზე ხართ. დღეს როგორც შეგვიძლია მოგიყვებით მიკრომეტრებზე. ანუ ინსტრუმენტს ჩვენ მიკრომეტრს ვეძახით. როგორც ყოველთვის შესავალ ნაწილში ცოტა ტერმინოლოგია გავარკვიოთ, რას დავუძახებთ დღეს. არ არის აუცილებელი რომ მე ყოველთვის სწორ ტერმინოლოგიას ვიყენებ, მაგრამ ვცდილობ. ესე იგი, მიკრომეტრი არის ესეთი, ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვეძახთ მიკრომეტრს, მიკრომეტრიული მარწუხი არის. მიკრომეტრი როგორც წესი ქვია, აი ამ დეტალს მარტო, აი ეს ბარაბანი, შკალა და შპინდელი. ეს მიკრომეტრიული ხრახნი შეიძლება ბევრ ინსტრუმენტზე იდგეს, რომელიც შიდა გარე დიამეტრს ზომავს სიღრმეს, სიმაღლეს და სხვადასხვა მასალებს, სიტყვაზე მილებს ან თუნდაც რბილ მასალებს. ამ შემთხვევაში ჩვენ აი ესეთი მიკრომეტრიული მარწუხი გვაქვს, რასაც დავუმოძახოთ მიკრომეტრს, სახელოსნოებში ყველაზე ხშირად აი ესეთი გამოიყენება. ჩვენ ახლა ამ მაგალითად გვაქვს იაპონური ბრენდი მიტუტოეს მიკრომეტრი, რომელიც 79 წელს არის წარმოებული იაპონიაში. სხვა მიკრომეტრებისგან განსხვავდება იმით, რომ სიზუსტე აქვს 1000 მმ-ში, ეს უკვე აეროკოსმოსური წარმოებაში გამოიყენება. ჩვეულებრივ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ და ის რომ აი ესეთი ამთვლელი აქვს, რომელიც დაახლოებით გვიჩვენებს ჩვენ სად ვართ ახლა გაზომვაში. იმ შემთხვევაში თუ ვიცით რომ 30 მმ-იანი სიტყვაზე დეტალი არის, აქ 30-ს დავაყენოთ, 30-ს და დავიწყეთ მე გაზომვას. ეს არ არის გაზომვისთვის. ეს ოდნავ სხვანაირად გვიჩვენებს ყოველთვის, ზუსტად არ გვიჩვენებს, ეს არის რომ დავიწყოთ გაზომვა. მით უმეტეს რომ აქ ძიმეს მერე 2 ციფრი არის და ეს კიდე ზომავს 3 ციფრში. ამიტომ ეს ინფორმატიული ჩვენ შემთხვევაში არ იქნება. ესე იგი, მიკრომეტრი სახელური გდემლი, რომელიც არ მოძრაობს, შპინდელი, რომელიც მოძრაობს, შპინდელის ჩამკეტი, ანუ რაღაცა ჩვენებას რომ დავაფიქსირებთ, ჩავკეტავთ, რომ არ აირიოს და შეგვიძლია ჩვენ შევხვდეთ, მივაწოდოთ სხვას და სხვა მოიკითხოს. შკალა სტატიკური, შკალა ბრუნვადი, ასე ვთქვათ, ბარაბანი და დინამომეტრიული სახელური, რომელიც არ მოგცემს საშუალებას, რომ ზედმეტად გადაუჭიროთ დეტალს და დავამახინჯოთ ჩვენება. ეს რაღაცა კონკრეტულ სიმძლავრეზე გადაუჭერს დეტალს და გაჩერდება. მე უკვე აღარ გვექნება საშუალება, რომ გადაუჭიროთ. ეხლა მოდით ამით გავაკეთოთ გაზომვა, ანუ ჩვენ ეს ინსტრუმენტი მოყვება ესეთ კომპლექტაციაში. ეს არის კალიბრი, რომელიც ამ შემთხვევაში 25 მმ-ია, მოგახსენებათ მიკრომეტრები სხვადასხვა ზომის არის. ბიჯი როგორც წესით 25 მმ, ამ შემთხვევაში ეს 25-50 მმ-ია, ეს არის 0.25 მმ. აი ესეთი დიდი მიკრომეტრიც არსებობს, ეს არის სავარაუდოდ 50-75 მმ. და კი ბატონო 53 0 და 25 50. ყველაზე პატარა თქმა უნდა 0.25 არის, ამაზე პატარა ასე 0-დან იწყებს უკვე ზომვას. მოდით ჩვენ ახლა საბჭოთა მიკრომეტრის მაგალითზე unboxing-ი გავაკეთოთ ახალი მიკრომეტრისგან, ნახოთ რა მოყვება მას, ესე იგი. აი ესეთი საბჭოთა მიკრომეტრების ჯერ კიდევ საქართველოში იშოვება, საკმაოდ კარგი ხარისხის არის, არღის ძვირი, ჩინურს ჯობია ნებისმიერს და ამაზე უკეთესი მარტო ბრენდული იაპონური და გერმანული მიკრომეტრებია, ან ამერიკული, რომლებიც ალბათ 10-ჯერ უფრო ძვირი ღირს. ესე იგი, ყუთია, ყუთზე მოცემული არის დიაპაზონი გაზომვის, ამ შემთხვევაში 0.25 მიკრომეტრი ყოველთვის აი ესეთ ცხიმიან კაღალდში არის გახსოვული. ეხლა რა თქმა უნდა პირველად ავხსნით ამას, მე გავხსენე და გავწვინე, იმიტომ რომ სულ დაფარული იყო საკონსერვაციო ზეთით ეს ინსტრუმენტი. მოყვება კომპლექტში აი ეს ამოღებული მქონდა ესეთი გასაღები და პასპორტი. ეს არ არის ინსტრუქცია, არასოდეს მიკრომეტრს არც ერთს არ მოყვება ინსტრუქცია, იმიტომ რომ იგულისხმება, რომ ადამიანი, რომელიც ღებულობს ან ყიდულობს ამ ინსტრუმენტს, იცის როგორ გამოიყენოს. აქ
მონაცემები არის რა ნომენკლატურა არსებობს საერთოდ არ 0.25, 25.50, 50 და ფაი ფასებიც არის მოცემული მაგალითად 13 რუბლიდან 18 რუბლამდე ღირდა ეს ინსტრუმენტი რაც ძალიან ძვირი იყო, იმიტომ რომ საშუალო ხელფასი ალბათ 1999 წელს, როცა ეს არის გამოშვებული, იქნებოდა 150 მანეთი. ამიტომ 20 მანეთი ერთი მიკრომეტრისთვის ბევრი იყო. ფაქტორი მთელი ხელფასი დაგჭირდებოდა, რომ კომპლექტი გვეყიდა. კლასია სიზუსტეს აქ ნაჩვენები და რა ტემპერატურულ რეჟიმში მუშაობს, ყოველთვის 20 გრადუსი იგულისხმება. ესე იგი, ინსტრუმენტის კალიბრაცია უნდა მოხდეს აუცილებლად გამოყენების წინ, ან შემოწმდეს თუ ახლა 0-ში არაფერი კალიბრაცია არ უნდა, რა თქმა უნდა. 0.25-ის შემთხვევაში კალიბრი არ გჭირდება, იმიტომ რომ უკვე 0-ზე ინსტრუმენტი დაიკეტება. შემთხვევაში აი აცდენილია ახლა 0-ზე არ დგება, როცა ჩაკეტილია. და აი ესეთი გასაღებით მივიყვანეთ ჩვენებამდე, ჩავკეტეთ. ჩამკეტი. მოვუშვით ვერაბანი, დავაყენეთ 0-ზე და გადავუჭირეთ. ახლა შემდეგ გაზომვას რო გავაკეთებთ, უკვე გვაჩვენებს ინსტრუმენტი 0-ს. ახლა ესე გამოვიღეთ ინსტრუმენტი, გავასწორეთ, გავწმინდეთ აუცილებლად მთელი ზეთი, ყველაფერი მოვაცილეთ. შეგვიძლია დავშალოთ ჩვენ აუცილებლად ბოლომდე გავშალოთ ნებისმიერი მიკრომეტრი, რომელსაც ვიყიდით. ესე იშლება, ეგ ცოტა ეს საკონსერვაციო ზეთი კიდე დარჩენილია. ესე იგი, ეს არის ჩვენი წყვილი მიკრომეტრიული ხრახნის, რაც არის ფაქტიურად შიდა და გარე ხრახნი და აი ესეთი სარეგულირო გაიგა, რომელიც უჭერს ხრახნს და ხრახს უნდა გავწმინდეთ, გავასტერილებთ, ამ შემთხვევაში დაზე თუ არ შეიძლება აქ ჩვენ მერე უკვე ამ ხრახნის გადაჭერას ვიწყებთ. თუ მიკრომეტრს ლუხტი აქვს, ანუ თავისუფალი სვლა, ამას გადაუჭერთ. თუ ძალიან ძნელად მოძრაობს, მოუშვებთ და კომპრომისს ვნახავთ, რომ ლუხტიც არ გქონდეს და ადვილად მოძრაობდეს ჩვენი მიკრომეტრი. ეხლა ყველაზე მთავარი, როგორ ხდება წაკითხვა საერთოდ ჩვენების. ესე იგი, აქ ორი მაგალითი გვაქვს ამობეჭდილი. დავიწყოთ პირველით. ესე იგი, ვარიანტი A. ესე იგი, ავიღეთ მიკრომეტრი, დავფიქსირეთ დეტალი, მივიყვანეთ შპინდელი დეტალამდე. უკვე ახლოს როცა ვართ, დინამოmetrიული სახელურით გადაუჭირეთ და ნახეთ რაღაცა ჩვენება გვაქვს, ესე იგი. დიამეტრი რო გამოვიყვანოთ, გვექნება, ესე იგი, ბარაბანზე უყურებთ არამოძრავ ნაწილზე პირველ რიგში 15 მმ გვაქვს. ეს ჩვენ 15 მმ. შემდეგ უკვე აი ესეთი ვერტიკალური ხაზები გვაქვს. ქვედა ხაზი გვიჩვენებს მთელ 1 მმ-ს, ზედა ნახევარს. ზოგ ბარაბანზე შეიძლება განსხვავდებოდეს, ზედა უფრო მოკლე იყოს, ან შეიძლება ორივე ერთნაირი იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ესე იგი, ერთი ქვედა ზოლი უდრის ზედა 2-ს, ხო? 15 დავაფიქსირეთ, შემდეგ უკვე 1 მმ, ეს აღარ გვაინტერესებს, გავცდით და შემდეგ ზოლს გავცდით უკვე. უმატებთ აი ამ 1 მმ-ს. და შემდეგ უკვე ბრუნვათ დეტალზე ბარაბანზე, ხო? სადაც აი ეს 20-25-30 რატომაც კარგი იქნებოდა, რომ 0-ით დაეწყოთ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ეს უკვე მეასედები არის მილიმეტრის. და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 20, 21, 22. 0.22, რაც უდრის
16 მილიმეტრს და 22 მეასეც. აი, გაზომვა გავაკეთეთ. ეხლა ვარიანტი B. აქაც საწყისით 15 გვაქვს, ხო, ბოლა, შემდეგს არ ხედავთ, ამერ ხედავთ, ამ 15 წერთ. 1 მილიმეტრი გავიარეთ, 2 მილიმეტრი და ნახევარი. რაც გაგვიკეთებს, რომ 2.5 მილიმეტრს უმატებთ. და შემდეგ უკვე გადავდივართ ბარაბანზე, სადაც გვაქვს 0.25. ესე იგი, ამას დავაჯამებთ და გამოგვივა, რომ გავზომეთ 17.75. აი ესეთ მეათასედებში რომელიც ზომას, ეხლა სათხედავთ აქ მეათასედებს. მეათასედების ნონიუსის შკალა აგერ აქ. თუ წინა ვიდეოს უყურეთ, იცით უკვე როგორ მუშაობს. დატანილი არის აი აქ, აი ასე. 2.4 და ის იმ ციფრის ზოლი, რომელიც ნებისმიერ საქედან დაემთხვევა, უკვე გვიჩვენებს 1000-ს. და ამ შემთხვევაში ამ ციფრს უკვე გადმოვიდოთ სულ ბოლოში და გვეცოდინება, რომ 17.754 მილიმეტრი არის ეს ჩვენება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ესე იგი 1000-ებში ვერ გავზომოთ, რომ ეს გაზომვა კონტროლირება ტემპერატურულ ლაბორატორიულ პირობებში ხდება, მარტო ჰაერც უნდა იფილტრებოდეს, რომ მტვერი არ მოხდეს დეტალს შორის და ბედემოსა დეტალს შორის. მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენ სახელოსნოში მოტოვან ავტოსახელოსნოში მაინც შეგვიძლია გამოვიყენოთ უბრალოდ ნონიუსის შკალას ყურადღებას არ მივაქცევთ. კიდევ ერთხელ მიკრომეტრის მოვლაზე სხვადასხვა ტემპერატურა, სხვადასხვა ჩვენება გვაქვს, ამიტომ 0-ში გასწორება ყოველთვის ჭირდება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიზეთოს, არანაირი BD40 არაფერი არ შეესხას აქ. პირიქით უნდა იყოს სუფთა ზეთით და გადაგვესხავთ და დავშალოთ და გავწმინდოთ ისევ და ყველანაირი ზეთის გარეშე შევინახოთ მშრალ პირობებში, იმიტომ რომ დაიჟანგება. ეხლა განსხვავება 0-ში გასწორების სიტყვაზე მიტუტუეს აქ, ანუ იგივე დავაფიქსირეთ 0-ზე, ჩავკეტეთ ბარაბანი და აი ესეთი გასაღებით თვითონ ბარაბანის სტატიკური მხარე ტრიალებს და ვასწორებთ. ძველ საბჭოთა მიკრომეტრებში და ამერიკულებში იქნება იგივე, ანუ ჩამკეტია ესეთი. აი აქ ხრახი ჩავკეტეთ და იხსნება აი ეს მხარე, აი ესე. ამას დავუშვებთ, ეს უკვე თავისუფლად ტრიალებზე შეგვიძლია ის ჩვენება დავაყენოთ, რაც გვინდა. და დავაყენოთ აი ესე. არ დაგვიწყეს, რომ გაზომვა დეტალის რამდენიმეჯერ არის საჭირო, არ გამოვყავს საშუალო გაზომვებში. უბრალოდ როგორც მივიღებთ უკვე ერთნაირ ჩვენებებს, ხო, ორჯერ ან სამჯერ გავზომავთ და იგივე ჩვენებას, ეგ ჩვენება იქნება ჩვენი საბოლოო. გადაცემის ბოლოს მინდა მაყურებლებს დაუსვა ესეთი შეკითხვა, რომელზეც პასუხი შეგიძლიათ გასცეთ კომენტარებში და შეკითხვა არის ესეთი, რა არის ეს? პასუხი მიკრომეტრი არ მიიღება, იმიტომ რომ რაღაცნაირი მიკრომეტრი არის ეს, მაგრამ შეიძლება არც იყოს, იმიტომ რომ თლად მიკრომეტრის ყველა მოთხოვნილებას არ აკმაყოფილებს. მაგრამ გაზომვითი საშუალება ესეც, ვინმე თუ იცით, დაწერეთ, საინტერესოა და მეტი არაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ეს აღარ გამოიყენება ესეთი ინსტრუმენტები და სახელოსნოს პირობებში, არც ერთი სახელოსნოს პირობებში ეს მინიშნება იქნება, არც ერთი სახელოსნოს პირობებში არასოდეს არ დაგვჭირდება ეს ინსტრუმენტი, მაგრამ აბა ერთი ვინმე თუ იცის რა არის ეს. პრინციპში ეს იყო ყველაფერი, ის თქმას მინდოდა მე მიკრომეტრებზე, რამე შეკითხვები თუ გაქვთ კომენტარებში დაწერეთ, ლაიქები აუცილებლად, არხის გამოწერა აუცილებლად, განავითაროთ ჩვენი არხი და მინდა დავამატო კიდე რომ ესე იგი მოგესალმებით, მე ხელოსანი ვარ, მოტოციკლებზე მუშაობ, დიდი გამოცდილება აქვს როგორც ინჟინერი, ენერგოპროექტში მუშაობდი 7 წელი როგორც ელექტროინჟინერი და მე უკვე ალბათ თითქმის 15 წელია უკვე მოტოციკლებზე მუშაობ სხვადასხვა სახელოსნოში, საქართველოში და უცხოეთში. ამიტომ თუ რაღაცა შეკითხვები გექნებათ, რაღაცა თემა გაინტერესებთ, დამისვით კომენტარებში, ვეცდები გიპასუხოთ და ვეცდები უკვე შემდეგი გადაცემები მოთხოვნებისამებრ მოვამზადო.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.